გამარჯობა თემურებო, მე ვარ გიორგი, ეს არის ჩვენი მეორე ვიდეო. დღეს ვმუშაობ ვოლტზე კურიერად, ზოგადად კურიერად ვმუშაობ, მაგრამ მოვაგვარე ხა მიკროფონის პრობლემა და ამჯერად მიკროფონი გვაქვს და ვნახოთ როგორი დღე გამოვა. განახებთ ყოველდღურად რა სირთულეს ვაწყდებით კურიერები და ასე შემდეგ რა და წავედით საინტერესო გამოვა უეჭველი. პირველი შეკვეთა ავიღე უკვე და ტუაკიდან უნდა ავიტანოთ თაწმინდაზე და თანხა დაწერა 18 ლარი. ქეშად არის გადახდა. ქეშადაც ხდება მომხმარებელი, როცა ქეშად გვიხდის, შემდეგ ვურიცხავთ ჩვენ ვოლტს. მაგრამ უფრო ხშირია ბარათით. ანუ ქეშს არ გაძლევენ და უბრალოდ შეკვეთას ტოვებ და ვსო. აი ესეთი რაღაცებიც ხდება. რაუშოს. მოკლედ ეხლა ავდივართ მთაწმინდაზე. არ ვიცი ჩემი ხმა რამდენად კარგად ისმის რა და იმედია რომ კარგი იქნება. ჯანგულით ვიდოდა რომ დამეწყო ესეთი ვიდეოების გადაღება, უბრალოდ გაგიზიარებთ იმ ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც კურიერს ხდება ყოველდღიურად, ასე რომ თქვათ. გაითვალისწინეთ თაწმინდაზე, როცა ამოდიხართ, აქეთ -, გრადუსი არის და საკმაოდ ცივია და თუჩად არის 21 და 20 არის. სო იყოს. კარგად. ამას რა დათვლის. ზოგადად ეგეთი რაღაცები არ რჩევია, რომ მომხმარებლის მოცემული ფული დავთვალო, როცა პატარა თანხაზეა საუბარი თან და ხურდები მით უმეტეს. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ხურდა დასაბრუნებელი მომხმარებელზე ბევრჯერ მქონია მეც ესეთი შემთხვევა, რომ ცუგა გადიიქით. რომ აი არ გქონია ხურდა, წავსულ ვარ და დამიხურდავებია, გავსულ მაღაზიაში. მაგრამ წინასწარ გამიფრთხილებია, რომ ხურდა არ მაქვს. ზოგი გითვალისწინებს, ზოგი არ გითვალისწინებს და იქ ძალიან ცუდი არის და დასაფასებელია ის ადამიანი, ვინც გითვალისწინებს ესეთ რაღაცას. მოვედით და ახლა დავურეკოთ. შლაგონთან დაგველოდეთ და უწერიათ და ნახოთ ერთი რას გაგვეტანენ. 5. გამარჯობათ. 245. კი. ერთი წამით. მაგარი რაღაც. ხო, კი. კარგად. ეს ყველაზე მაგარია. არა, ეს არის ყველაზე მაგარი. ესეთებიც ხდება, რომ შეკვეთას როცა ადასტურებ, რომ შეკვეთა აიღე, კიდევ გიმატებს ერთ შეკვეთას ან 2-ს ან 3-ს, გააჩნია როგორი მუშაობა მაგის მიხედვით. იმ მიმართულებითაც მიდიხარ და გიწერს დამატებით თანხას, რაც მაგ შეკვეთას ემატება, მაგრამ საკმაოდ ცოტას წერს ხოლმე. მაგრამ რა ვიცი, შეკვეთობას ჯობია რომ წაიღო ეგეც და ჩემთან ეხა არაფერი არ მოავა. ლაპარაკობ, რომ თითქოს არ ვიცი მუშაობა, მაგრამ დიდი ხანია მუშაობ ყველაფერზე პირად ვიცი, მაგრამ როგორც არის უბრალოდ ბევრი დამწყები არის და რომ გამოადგეს რჩევა მასე მინდა.ია. ეს მანქანებში ზრომიალზე საუბარი ძალიან ხშირი არის, რომ აი მე თვითონაც შესწრებულა, რომ კურიერებზე ლაპარაკობენ, რომ აი კურიერები ძალიან ცუდად დადიან და მანქანაში ძალიან ცუდად დაძრებიან. კი, ზოგი მართლა ძალიან ცუდად დადის და მაგათ გამოარის ზუსტად ეს სახელი გაფუჭებული, რომ კურიერები ძალიან ცუდად დადიან და ძალიან ცუდად მოძრაობენ. თორე არ მოძრაობთ ეგრე ცუდად, რა ვიცი, ჩვენი თავი გვიყვარს.
თორე ზოგი გიჟი არის თითო როლა შემოგვრჩა. აქ ახლა თავისუფლად სწორი არის. შეკვეთაც ისეთი არ არის, რომ დაზიანდა შეგვიძლია ისე ვქნათ. ხანდახან გართობა შეიძლება ხოლმე კურიერად როცა ხარ, რა ვიცი. თან ილაპარაკებ, იჭორავებ, ვიღაცას დაურეკავ რამე რომე. აქედან ძალიან გრძელი კრუგის დარტყმა გვიწევს და სკუტერით რო სავალ შეგვიძლია ანუ ბევრი იმას ფიქრობს, რომ აი კურიერებს რა ნახულებთ დღეში საკმაოდ კარგად მუშაობენ და ასე შემდეგ, მაგრამ მასე საერთოდ არ არის, რა ვიცი. საკმაოდ ბევრი შრომა უნდა კურიერობას, ასე რომ ვთქვათ. აი, ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, ნახავთ თუ როგორი რთულია მუშაობა. ეს არ შეიჩინოთ, ეხლა რაც გავაკეთე. უბრალოდ თუ იმეს გონია, რომ ძალიან დაზღვეული ხარ და რამე ეგრე არ არის, შენ თავზე ძვირფასი არაფერი არ არის და ზუსტად იმიტომ არის ეს სამსახური ცუდი. არავინ არ მოდის და მოდი ასე გავუჩით. გამარჯობა ქალბატონო, ბოდიშით. არაფრის, მადლობა. შემოვიდა ჩვენი რიგით მესამე შეკვეთა. ორ შეკვეთაში ვართ 33 ლარზე და ეხლა წერეთელზე უნდა წავიღო. ჭავჭავაძის 22 ნომერში მივდივართ. და უნდა წავიღო წერეთელზე დაწერა 10 და რაღაც. მაგას კაპიკებს სუსტად არ ვაკვირდები ხოლმე. კარგად. ტყუილად დავამშვიდობენ, მაგრამ არა უშავს ჩვენ ხო დავამშვიდობეთ. მოვიღეთ კერძები. ერთ შეკვეთას გვიმატებს. და ორივე ერთ ადგილას არის და ამას წავიყოლებ. მაჭახელა, კოსტავა. წავედით. სავარაუდოდ ამ შეკვეთის გავქნა მომიწევს, რომ კიდევ 14 წუთი აქვს მოლოდინის დრო. სტიჩი გაგვაჩეთა. ახალი რეიზი არის. დუგებით. მაგალითად. გამარჯობა, დელივერზე ვინ არის? კაი. თუ პასუხს არ ცენ, თაკაც წავალ. დელივერზე ვინ არის? 771. 20 საქონლის ხინკალი. რა დროსია? რა დროსია? რომელი ხანი ვერჩენილი? მომცადა რა შემოვედი მოვედი. კაი, წავედი. სად დაველოდო 20 წუთი სად მოხს დრო, ხო თქვი რომ გაუქმება მომიწევს თქო. ესეთი შეკვეთა არ უნდა იყო, ანუ არის ობიექტები, რომელსაც დრო აქვს, შედარებით მალე ამზადებენ და აი ეს რესტორნები და ესეთი რაღაცები მაგრად კიდიათ რა, შედარებით მალე არ მზადდება. კაი, გავავკროთ. კაი, რო ეს თვით ჩახსნა და ამატეს ვოლტზე. ჩანთაც არიელი გვაქვს, ამიტომ რა შეგვიძლია? სხვა თუ არაფერი ეს? ჩემ სკუტერზე არაფერი არ მithქვამს, ჩემი სკუტერი არის Yamaha Razer არის. სპიდომეტრის ტროსი გამიწყდა დაახლოებით მე ხა უწევს მე-4 ზეთის შეცვლა და GPS-ი მიყენია და იმით ვიგებ როდის მიწევს ზეთის შეცვლა. 42 ქონდა გარბენი რო გაწყდა გაჩერებული მოხს და ესაც გასაკეთებელია, უბრალოდ ვიცი რომ მე ისევ გაწყდება და ისევ გასაკეთებელი იქნება და ამის ნერვი არ მაქვს, რომ ეს გავაკეთო რა, არაფერს არ უშლის ხელს და დაახლოებით ხვდები რამდენით მივდივარ ხოლმე რომ
გამარჯობათ. Ვინ მე არის აქ რო პაიანზე მუშაობდეს? გამარჯობა. ძიარა მინდა იცი მიკროფონი მაქვს და მინდა რომ ორი კაბელი ერთმანეთზე რო დავაერთოთ პაიანიკით. ხო, შლემზეა და. იცი ის გაკეთებაც მინდა და გავაკეთე და ეხლა ბენზინს შევასხავ და მუშაობას დავიწყებ ისო გიჟივით. გალფი თუ სოკარი, რომელი? მოდი იყოს გალფი. ვარი მაქვს. მოკლედ ყველაზე კარგი სკუტერი ჩემი აზრით Honda Dio-ა და 125-იანი რა თქმა უნდა. TVS არ ვანიჭებდი და თუ პირატესობას, მაგრამ TVS-იც არ არის ცუდი სკუტერი და Razer მომწონს ყველაზე მეტად. მაგრამ Razer-საც აქვს თავის მინუსები. აი მაგალითად ეს რო ეხავ წვალობ ჩანთის დავმაზე, იმიტომ რომ ბენზინის აუზი აქვს სკამის ქვეშ და საწვალებელი არის. Honda Dio-ს მაგალითად პირდაპირ ზამოკიდან აღებ და უკანა მხარეს სტოპის ზემოდან ეხსნება ბენზინის ჩასავსები აუზი. არის კიდე სხვა სკუტერები, რომელსაც წინ აქვს ჩასასხმელი და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო გამოყენებად სკუტერებში არ გადის ეგ სკუტერები. ყოველ შემთხვევაში მიასწრებთ, თორე არიან კატეგორიები, ვისაც ყავს და შეიძლება თქვა, რომ აი ესე რატო ამბობ და არ არის დასათქმელი, მაგრამ ჩემი აზრი არის ეს და კიდევ Razer-ის პრობლემები ის არის, რომ სპიდომეტრის ტროსი წყდება ძალიან მალე, რომელიც მე გაწყვეტილი მაქვს ახლა. კიდე მეორე პრობლემა რა აქვს? წინა მასტერკა ფუჭდება ხშირად რა. ალბათ სადაც 15-20 რო გაივლი, უკვე უნდა მოელოდო იმას, რომ წინა მასტერკას დაერხევა. 4:32 წუთია. ბონუსი გათიშულია და შემდეგ ირთება 6 საათზე 9 საათამდე. მაგრამ რო თქვა რომ ეს ბონუსია, თქვა ეგ ბონუსი არ არის. ანუ ძალიან ცოტა წერს იმასთან შედარებით, როგორც ვიმსახურებთ ჩვენ კურიერები. უბრალოდ აი თქვენ თვითონაც დააკვირდებით რა შეკვეთები შემოვა და რა შეკვეთებზე გამოგუარს. და თუ შორს წავიღებ, მაგ შემთხვევაში ნორმალურად 10 ლარს რო დაწეს, ეგ 10 ლარიც არ ღიარს რეალურად რო ვიმსჯელოთ. მაგრამ რას ვიზავთ? მივიდი ვარ შემდეგი შეკვეთის ასაღებად. ამაშიზე და უნდა ჩამოვიტანოთ შეკვეთე ჭავჭავაძეზე. მადლობა. მონსტრია იმენა. ჩვენი სკუტერი ჯობია. კარგად. გიჟია ეს ჩემ. შემდეგი შეკვეთა შემოვიდა. არ ღირდა ამის წაღება, მაგრამ ესეთ ყვილად დგომას ჯობია, რომ რამე ელემენტარული მაინც წავიღო და ვატარო. ობაშიზე ნავიღო. და უნდა წავიღო. ორთაჭალა იყო, კი, ორთაჭალა იყო. ორთაჭალაში აქვს დავაკვირდი ნორმალურად. დავდგეთ? დავდგეთ ფორასტის. აი ჯიპთან რო ვიქნები, მე წამოდი შენ და შუქნიშამდეა. ვერ მიგასწრებ, შენ სულ ვეღარ მაგეცოდი.
ხო და სიო თუ არ გიდა რომ ფორა მომცე? არ გაუშვი გასხელი, მაგრამ მაინც გამასწრო რა. და გავჩერებული ყავ იქ მანქანა რო იყო, მაგრამ მაინც გავაჭირე და მაინც გამასწრო. პოლიციამ. წავედით. ნანა. გამარჯობათ. ეს უნდა მოვიპარო. კარგად. შემერგოს. ლაღიცე და რუალარი პლუსი. ზედა სამგორია რა იგივე. წავიღოთ რა. სამუშაოდ ვარ გამოსულებით ყვილად საბირჟაოდ ხო არა. კარგად. რა სკუტერი. მოდი შეგვეძლია ესეთი რაღაც ვქნათ, რომ ძალიან დიდი კრუგი გამოგვივა წინ რა წავიდეთ. ესე წავიდეთ, მოუტრიალდით. რა თქმა უნდა სიფრთხილის დაცვით. ეხა აი ესე ვიზავთ და შემდეგ აი ესე ვიზავთ. So. ეხა აინთება ჩვენი მწვანე. 1 2 3 წავედით. მოკლედ დღეს 2 ცალი ბატარეა დამიჯდა და ზედ უტენი ხოლმე ბატარეებს რა. ეხა 2 ცალი აქვს მაქვს შეერთებული, მაგრამ 3 ცალი კიდევ მაქვს დატენილი. დღეს კი მეყოფა, მაგრამ მაინც ვტენი რავი იყოს. ყვილად უნდა იყოს ეს კაბელი და შეერთებულზე დატანის. უფასო დენი, უფასო გამოვძალოთ. ეს დრო აღარ იყო ალბათ და დასასრულებელი დატოვეს რა. სად წამოვედი? ორთაჭალაში მივდიოდი. აუ. აი არა უშავს. შეიძლება უფრო მალე მივალ ვიდრე იმ გზით. მოკლე გზა ვიცი. აი ესეთი სტილის მოტოციკლეტები საერთოდ არ მიეწიდავს და რა ვიცი. გამოგარეშლე მიახურა. უბრალოდ ძალიან რთულია რა, დილიდან როცა გამოდიხარ სამუშაოდ და სულ როზი ხარ სკამზე, მით უმეტეს ხან პატარა იამკებია და რაღაცეები როა, რო გადადიხარ იგრძნობა მაინც ხერხემალისთვის და იმიტოა ამისთვის კარგი რველი სკუტერი რა, რომ ვერ გძნობ იმ ბუგაროქს და იმ იამკებს და შენთვის უფრო კომფორტულია. ხშირად პოზი შეცვლა ხოლმე, ხა მაგალითად სულნაირად ვზივარ. სულ ერთ პოზაში ჩდომა ესე ძალიან რთული არის რა. ხშირად იცვლიან ხოლმე კურიერები პოზებს. პოზებს. დავა კონკრეტად. აუ, საღოლთმა. მაგარი იყო ჩემი კაი. კუანა მანქანა იყო რაღაცა. სადაც ამ შეკვეთის აღებაც სამლარს გვემატებს და ახლოს მედის და მან კერძო სახლები არის და არ მომიწევს კორპუსში ასვლა. კერძო სახლები მიომწონს. 7 წუთი აქვს ამ PSP-ს დრო და იმედი მაქვს რომ სად არის. ხანდახან არის მომენტები რომ რა დასტურებენ PSP-ში, თვითონ დასტურდება და ეს არის. ახმეტა. ეხლა ვაი მოვალზია.
აბარებ რა, გასაღები მანდ არის ძმა. გამარჯობოთ. 47-99. სავარაუდოდ არ არის მზად. ერთი ვინტი. გარეთ გაგიტანე თუ გაგვწევი. სად არის? 6 წუთი კიდევ დრო აქვს და მზად არის. ამიტომ PSP-ები დავთიაქებთ ესეთი რაღაცები. თვითონ აპლიკაციაში არ დასტურებენ, დრო რო გაზდის ავტომატურად დასტურდება. რომ მზად არის. ო, ეს ტაქსისტები ერთი კლიენტი ჩემი, ერთი შენია, ეს ის არის. ეს რა დამრჩა. არა, ეს ჩემია აშკარად. ჭამედა. აჰა, კიდანაც რო წაიყვანი, კიდანაც ეგ არის რა. წავედით. ეს ანსოდე მომენტი აქვს ზოლის შეცვლა. რთულია ცოტა. კარგით მოგენ ისეთი ნაგლები არიან და ეს რა შევა. ვეშნიკი გაიჩიტა. მოდი ძია, მოდი. ხო, კაია, მოდი. მოდი. კარგია. ორი ლარი ძმა. რა გვიდევს ოჩანტაშიო? აუ პოლიცია წინ. კიდევ კარგი არ ვქენი. 200 ლარიას დახვევდა და როგორც ვიწახი ეგრევე. კარგად. წავიღოთ. მოდი წავიღოთ. ახლა სტადიონი ყოფილა, არც ვიცოდი. საღოლ. აქ მართლა სად არის ობიექტი ჩემი რა? რატო ავიღე რა მინდოდა? просто ცენტრში გადადის და ცენტრში მინდა გადასვლა. რა ვიცი, აქ მანქანა ან მოვა ან არა, იმიტომ რომ ცენტრში არის წასაღები და რა. არ გასკდება ხო წესით? გაზით არის გაბერილი? ჰა? თუ გასკდა რა უყვერდი? თუ გასკდება შენ იყავი კარგად. ისედაც კარგად იყავი. ფუშტის გადატანა აღარ მინახია გამოძახებით. აი ეს გავატაროთ და ეგ არის. არ გასკდება შანსი არა, ჩათას არც კი ვეხები. ეს შემოვიდეთ. ეს შემდეგ აინთება აქ ჩვენი მწვანე. ეხლა ვიცი შეგვიძლია წავიდეთ, მაგრამ დავვილოდოთ მწვანეს. წავიდით. ეხლა ასე. როდესაც ძმა შუაში უნდა დიხარ გორივით ძმა. გორი არ არის ეს. მოკლედ კომენტარში უწერია რომ კარებთან უნდა დავტოვო და კი მივათრევ ამ ბუშტებს და გამოვაპოვე ხა ამას რომ არ გაიქცეს სადმე თავისით შენი დედა ვატირე
მონებით რთულია. აი ამ კარებთან უნდა დავუწესით. არ გახსნა გაფრაზებული ძაღლიაო. დავედით. კი. მარჯვნივ და არკაში კი. ხო ეგრევე მარჯვნივ. მადლობა. ჰოპ ნანინო. ჰოპ ნანინო. უთხარი და ჩაუდევ. ბევრი არაფერი არ ყოფილა. ეხლა ეს შეკვეთა უნდა ავიტანოთ 31 სართულზე და ცოტა მეზარევა. ემი. ეს არის 37 ემი. აუ რა დებილობა ვქენი. ჩამეხურა შემთხვევით წინა შეკვეთა. ამ შემთხვევაში როცა შეკვეთა შემთხვევით ჩაგვეხურება საფრთხეს უნდა მივწეროთ და უთხრათ რომ დეტალები ჩაგვიგდოს და მოგწერს ტელეფონის ნომერს და ჩაგვიგდებს ლოკაციას სადაც არის მისატანი და დანარჩენს იმ ყველაფერს რაც გვჭირდება რომ შეკვეთა მივაწოდოთ. შემთხვევით გამესვათ ითი და ჩამეხურა. ცოტა შემოგვიბნელდა უკვე და რამდენიარზე ვართ ნახოთ აბა მოდი 12 შეკვეთაში ვართ 109 ლარი. ოხ ესეცივით არც სივა ჯერჯერობით. დო როგორ ახარ ეს კარგად მაგარი კაცია. რა ინდოელებს რატო იგდებენ ესე ანუ აგდებულად არ ვიცი просто აი კი მესმის რომ ბევრნი არიან და მუშაობა აღარ არის მაგრამ მეწოდებიან მაინც რაღაცნაირად მოდი ამას წავიღებ ეხლა მობინდებულია უკვე და დიდად კარგად ვერ იღებს სიბნელეში იმიტომ რომ გასასწორებელია დღეზე მქონდა გასწორებული და სიბნელეში დიდად ვერ იგიჟებს თავს რომ კარგად გადაიღოს და მივაქცევ ამას სამომავლოდ ყურადღებას ეხა ამის დრო არ მაქვს შეკვეთა მოქვს ვის სატანი ვიღაცას მაგრად შია არაფრის საღოლ იმენა ქალი იმენა რულზე როზის იმენა ძალიან მაგარია საღოლთ იმენა აი ეს არის ქალის გამოწვეული საცობი მადლობა დიდი კარგად ვცდილებ რომ მომხმარებლების სახეზე არ გამოვაჩინო რომ შემდეგში ედიტის დროს ბევრი წვალება არ მომეწიოს მინდა რომ ტელეფონით უნდა გავაკეთო ვიდეოები და საკმაოდ ბევრი წვალება უნდა ტელეფონით
ხო, ეს არის ბოლო შეკვეთა და მივდივარ სახლში რა. მოკლედ დღევანდელი დღე მორჩა. თუ მაგეთონათ ვიდეო დალაიქეთ, თუ არ მაგეთონათ დადისლაიქეთ, თუ რამე გინდა რომ შეიცვალოს ჩემთან, კომენტარი დატოვეთ. არაფერი არ მეწყინება, არაფერი არ გამიტყდება. ყველას ვიდეობიან გზაზე გევლოთ და კარგად იყავით, აბა მაგრად. Porque se tu pensa assim, tu sabe que eu não vou te amar.